დედა რთული მოთხრობაა, ვერ ვსწავლობ. რას ვერ სწავლობ, ბიჭო, შინას უნდა დაიმახსოვრო. წაიკითხე მიდი. ბაბუის ტრაგიკული გარდაცვალება ძალიან მძიმე გამოდგა ქეთო ბებიასთვის, რომელსაც მარტოს უწევდა შვილიშვილების გაზრდა. რატო უწევდა მარტოს გაზრდა? არ წაიკითხე ახლა კაცო. გამოიწერეთ არხი თუ გიყვართ კნუტები და დაალაიქეთ თუ გიყვართ გოჭები. დააკომენტარეთ რომელი გირჩევნიათ. ქმარი გარდაეცვალა, ანუ ბავშვების ბაბუა. როგორ გარდაიცვალა ახლა ეს კაცი გამახსენე. ბაბუა ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ტრაგიკულად გარდაიცვალა. ტრაგიკულად ეწერა მან? ტრაგიკულად, ტრაგი. მიც ერთი ზელატოსი აქ. ვერ შეჭამიწოდე სანამ ბოლომდე არ ისწავლი მაგას. ჩემ უფლებებს რო არ ღვევ ახლა იცი? ბავშვთა დაცვის დღე მოდის და ბავშვები უნდა დაიცვა. რა მაგარი ინფორმაცია გააძრო, რატო არ იცავ ინგა უფლებებს? უფლებებს მოგცემთ ახლა მე თქვენ რა. ქართულშია კაცო ნიშანი გამოსასწორებელი. ჩვენ მასწავლებელმა გითხრა რომ 1 ივნისია ბავშვთა უფლებების დაცვის დღეო და არავინ არ უნდა შეგზღუდოთ. მე ხო მიყავ ხარ ინგას პირველ შთაწმინდაზე. ეხლა რო შეგზღუდოს რაღაცა გიყოლოს ხო ხარ ღირსი. ეს ყველაფერს ღირსია ჩემგან. იმის გეცდა რომ შეუჭამო ეხლა ეს. გემრიელი კია თან. გააგზელე მიდი კითხვა. პატარა სესილი ბებია საძოვარზე გაყვარათა მისთვის შრომა შეემსუბუქებინა. საღამოობით ძროხებსაც წველი და ხოლმე და ყველიც ამოჰყავდა ბებიის დაუხმარებლად. აი როგორ შრომობდა ბავშვი. შენ კიდევ ბანაობაძებს გასწავლე დამოუკიდებლად. არაფერი შე რო არ იცი. ამის ჭამა ხო იცი კარგად.